დილამ მშვიდობის მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა ვაგრძელებთ ეთერს, ახლა უკვე სტუმართან ერთად ზაალ სულაკაური არის კარიკატურისტი, ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან გვიხარია რომ ჩვენ მადლობა რომ მომიწვიეთ. კი რთულია დილით ადგო, მაგრამ კიდე რო ქრა. მოზუსაუბრობთ ეთერამდე. დიდი პატივია მაშინ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს დილადრიან მოსვლა მართლაც ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ამიტომაც გამოვთქვამთ ხოლმე ამ მადლობას. ეხლა რა უნდა უთხრათ ეხლა ჩვენ მაყურებელს რომ გავახაროთ. თქვენ შესახებ მინდა რომ მოვუყვეთ წარმატების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს გამარჯვებაზე მოკლედ გისმენთ ამ თემასთან დაკავშირებით გულისხმობთ რომ მე როგორც ვიცი ეს იმდენად მნიშვნელოვანი ჯილდო არის ამ სფეროში რომ ჩვენ შევადარეთ რომ როგორც ფეხბურთში მაგალითად თვალს ვადევნოთ ხოლმე ხვიჩას გამარჯვებებს ასევე არის ეს თქვენ შემთხვევაში ამიტომაც გთხოვთ მოვუყვეთ საერთოდ აი მხატვარი კაცი როგორი თავისუფალი და როგორი პროფესია იცით, აი ყველაზე ბედნიერი ჩემის აზრით არიან მხატვრები. იმიტომ რომ ამ საქმეში არც დირექტორი ყავს, არც უფროსი ყავს. შენ ხარ თავად უფროსი ფურცელთან და ფანქართან. ეს ვთქვი რომ ყველაზე მაგარი პროფესია მხატვრობა. მაგრამ აი კარიკატურისტი რო ხარ, ეს არის ყველაზე ურთულესი, იმიტომ რომ შენ იუმორით გამოხატავ შენ გრძნობებს, შენ ხედვას ადამიანი უნდა გააბედნიენ რომ შენი მხატვრობით. რაც შეეხება იმ კონკურსებს, თელ მსოფლიოშია ესეთი მიღებული ამბავი რომ იღებენ კონკურსებში მონაწილეობას, ხო? და საქართველოს არ ჩამორჩება სამწუხაროდ. იმდენად რთულია ეს ხელოვნება, მეთქი წეღავრ თქვით, სამწუხაროდ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელები არიან მიუხედავად იმისა, რომ ქვა რო აგვდო მხატვარს დაეცემა თავზე კარიკატურისტები არიან თითზე ჩამოსათვლელი. ეს რაც ცუდია. პირიქით, ბევრი უნდა იყვნენ და იღებდნენ მონაწილეობას მსოფლიოს კარიკატურის კონკურსებში და ეხლა ხან ჯერ არ არის საბოლოო შედეგები. ბრაზილიაში ჩატარდა 53 კონკურსი, სადაც მივიღეთ ქართველებმა მონაწილეობა 1 2 3 4 5 ადამიანმა თუ არ ვცდებით თუ 6-მა. თემა იყო სხვადასხვა თემები იყო დაახლოებით 10-9-მდე შეგეძლო გაგეგზავნა. სპორტი, ქალები, თემატური კარიკატურა და მე სპორტის ომის თემა კიდე. გავაგზავნე ეს ნამუშევრები მეც, კემომაც, ჩემო ტყუპისცალმაც იმენიც. და უფრო ჩართული კემო იყო ამ ინფორმაციულ საქმეში და 2500-ზე მეტმა კარიკატურისტმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 300 ადამიანი კარიკატურისტის ნახატი შეირჩა, მათ შორის ჩემი. და რა თქმა უნდა კი მიხარია, ეხლა შემდეგი შედეგებია საინტერესო ჩემთვის, იმიტომ რომ მე უკვე თუ გაიმარჯვე ფულადი პრემიებია სადღაც. მსუყე, რაც მე უბრალოდ გამიხარდება ეგ ამბავი, მაგრამ ჩათვალე ჩვენი ქვეყნის წარმატებაც არის, იმიტომ რომ მთელ სოფლიოს კარიკატურისტებში სიაში შესულია საქართველო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და 2 დღის წინ კემო მეხოწებოდა კიდე პერუში, ეს ბრაზილიაში ხდებოდა. პერუში მიდისო კონკურსიო თემატური მშვიდობის თემაზე უნდა დავხატოთ და დახატე ეს წმინდა გიორგი ნიკალას რო თავზე ადგა დაახატე ნიკალა ეგეც ამბავში ერთ ჩემი კემო სულ მეუბნება დაახატე მიიღე მონაწილეობა კარგი ვერ მოვასწრებდი რაღაც სხვა საქმეში ვიყავი ჩართული და ან კარგია საქართველოს რო იღებს მონაწილეობას და იმის გარდა ჩვენ შეძლებს დაგვარად მეც და კემოც და ჩემს ძმაც ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში ვიღებთ ფესტივალებში მონაწილეობას და პირადად ხვდებით მე რო კარიკატურების ხატვა დავიწყე მაშინ რო ჩემთვის ლეგენდები იყვნენ ეხლა არიან ჩემი მეგობრები ფიზიკურად რო პირადად ვიცნობ და ერთად ამ საქმეში რო ვართ ჩართულები და ძალიან მიხარია აი წარმოუდგენელია დაახლოებით აი კვარაცხელია ხო ახსენეთ პირადად რო ჩახვიდე და მესი შეიძლება მესი იყო და
შენო რონალდო და აი ეს ერთად ვიგრიბებით ამ სფეროს მარგალიტებთან ერთად და ეს საინტერესოა. კარიკატურისტებსაც იკრებებით ხოლმე ერთად. ნუ ხო არის სხვა პროფესიის ადამიანებს, ხო აი რა ხო თან ხატავთ, აი მაინტერესებს, ანუ თქვენი შეკრება ხატვასთან ერთად არის ყოველთვის თუ კი არა კი ჩვენ ვერ გვიძლებენ სმაც გაინტერესებს სმაც აი რუმინელები არიან მაგრები მაგ საკითხში ვერ ჩამოგრჩებიან მაგრამ ერთად რა ხდება აი ვეძებთ ახალ მაგალითად იტალიაში კი არა პირველ თურქეთში მოხდა ეგეთი რაღაც მოდი ეს შემოიკრიბეთ გვალმაგიდასთან სხვადასხვა ქვეყნის კარიკატურისტები შეხედავთ ერთმა იტალიელი არის მარციო ძალიან მაგარი კაცია მოდი იცი რა გავაკეთო თუ ეხა ერთმანეთი კი არ დავხატოთ ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ მე მაგალითად მოდი დავხატოთ ზალიკო პირდა მე მომდგა ოღონდ მე რო დავშვათ სხვის მოხაზავ მე გადავაწვდი ეს მოხაზავს თვალს ის და სხვადასხვა და რა გამოვა კიდევ კაი ჩემით დაიწყეს იმიტომ რომ მე ძალიან 18 პლუსზე გადავიდნენ ისეთ საზღვრები გააკეთეს გაეხსენათ მე და ჩემი ნახატი ეხაც მეკიდია სახში კაი გამოვიდა იმიტომ რომ 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმოადგენლის მიერ დანახული ზალიკო ერთად როგორი არის და მე ვაი ისეთი რაღაცები გააკეთეს აი მოკეთ ძალიან კარგად ერთობით როგორც აი ძალიან ერთობით ისეთ სახალისოა და ანუ ეს ამ პროფესიას ახლავს ხო ალბათ თავისთავად იმიტომ რომ რაღაცნაირად არის იუმორთან ასოცირებული აი წარმოგიდგენთ შენ რომ დაგხატა ხო გიხარია კი ასევე სასიხარულოა მეც მიხარია კაცო მეც რომ ხატავენ და ერთმანეთს რომ აი ესე ჩვენ ხელოვნებას უზიარებთ ძალიან მაგარია აი სხვა ქვეყნების კარიკატურისტებთან რომ გაქვთ შეხება და ყველა თითოეული მათგანი თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ისედაც განსხვავებულია და აი კარიკატურისტი ისედაც განსხვავებული ადამიანი ორმაგად განსხვავებული იქნება და საინტერესო იქნებოდა რა გამოარჩევს საქართველოს ამ საერთაშორისო ასპარეზზე რით ვართ განსაკუთრებული, რით ვართ გამორჩეული, რა კონკრეტული მახასიათებელი ან თვისება შეიძლება გქონდეს ისეთი, რაც სხვა ქვეყნის გამორჩეულები არა ვართ, მაგრამ ჩვენ მოვწონვართ ყველას. იმიტომ რომ აი მე და კემო და ჩემი ძმაც აი ძალიან თავისუფლები ვართ, ძალიან აი თბილები ვართ, ზოგიერთი აი გამარჯვებასაც არ მოსწესიოთ. აი იმეთ მით უმეტეს კარიკატურისტი რო ხარ ჩვენ ყველას აი რაღაც ხელის გადაწევაში მაგალითად კემო ყველას ჯობნის და შენ ვინა ყოფილ ხარო და ჭიქების ჭახუნზე ლაპარაკის ზედმეტი ჩვენ ყველას ვამარცხებთ და თქვენო ვიკინგები ხართ ქართველებიო ეს სმარო შეგიძლიათ რა უნდა რა სამ ჭიქას ვამხარი ვითმეტი ხო გამორჩეულები რიც იცი აი აი ხა მაგალითად აქ რომ ჩავატაროთ ფესტივალი რისი სურვილიც გვაქვს მაგრამ ამას ფინანსები ჭირდება და კარგი იქნება ვიღაცა თუ გამოჩნდება და მოდი ჩამოვიყვანოთ აი ყველას უნდა ჩამოსულა ერთი 100 ყველაზე მსოფლიო დონის აი კვარაცხელიები კი არა მარადონები და პელეები ყველანი ჩამოხვავდებიან აქ აი მაგალითად ავსტრიაში შევხვდით სებასტიან კრუგერი არის ეგეთი გერმანელი ზე ლეგენდა და იმათ თქვა ვიციო საქართველოს ვიციო ქართველების სიტუაციები ყველაფერი აი დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში აი ესეთი ხალხის ჩამოსვლა ვფიქრობ საქართველოს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმიტომ რომ საქართველოში კარიკატურისტები ჩამოიყვანეთ ამას წინათ ორი კარიკატურისტი თურქი და რუმინელი მაგრები არიან ძალიან საყვარლები არიან და იქიდან გაიხსნა ის რომ იმ თურქმა თქვა წელსო ჩემთან ჩამოდიხართ ფესტივალზე წავედით მე და კემო ფესტივალზე მე რუმინეთში მე იტალია იქ რომ გავიცანით ყველა მე ცდილობს რომ მოვწონვართ და საქართველოს ჩათორე რომ კარიკატურისტებში ჩვენ ვართ ელჩები, კარგი გაგებით როგორ თქვა, უყვართ საქართველოს, იმიტომ რომ უყვარვართ ჩვენ. ეგ კარგია ვიღა.
ძალიან კარგია ეს და აუცილებლად უნდა კითხოთ ამ დიდი წარმატების პარალელურად, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, რომ რეალურად შეიძლება მომავალში დაიგეგმოს მართლაც ასეთი რამე, რომ საქართველოში ჩატარდეს ასეთი მაღალი დონის ფესტივალი და უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ ასეთ ფორუმს, რაც ხარულო იქნება და იმედია, ვინც გვიყურებს, გვისმენს, ვინმე იქნება ისე. თუ დაინტერესდებიან, აგერა ვარ ჩვენ და აი დიდი შევნით. აი სასტუმრო, თუნდაც სასტუმროს ამბავი მოგვარდეს, ჩათვალე რომ გაკეთებადია. დანარჩენს თვითონ გადაიხდიან ჩამოსulis ხარჯებს და მე ფესტივალზე იქ რეების ხდება ზალსაიტი. ვისაც ხელეწიფება ეს საკითხი, ვინც გვიყურებს, ან შეუძლია რომ ხმა მიაწვნოს, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა ჩვენ მე სიამაყით ვიტყვით რომ ჩვენს ეთერში გაჟღერდა ეს აზე პირველად და ძალიან გაგვიხარდება. სხვათა შორის ამასთანავე თქვენ ეთერში ვიყავით, ავსტრიაში რო ვიყავით, ჩამოვიდით და მე და ჩემი ძმა კი მე კი არა, ჩემი ძმა და კემო იყვნენ და მე რაღაც ფიზიკურად არ მეცალა, ვერ მოვედი და ეს იმათმა ავსტრიის ხალხმა ნახეს ჩვენო 4 წუთიო ძლივს ეთერი დაგვითმეს და თქვენო კაი 20 წუთი იყავთ რა მაგრები ხართ რომ გააშუქეთ ავსტრიის ფესტივალი ეთერს რო გითხოვთ პირიქით დიდი პატივია ხო გეგმებზე ვსაუბრობდით და თუ გაქვთ რაიმე ისეთი გეგმა რაც მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს საომავლოდ იცით მხატვარი წეღარუთკი არის ყველაზე თავისუფალი ადამიანი გეგმები, აი ფინანსები ჭირდება ახლა რომ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალებზე. ფასიანი იქ მონაწილეობის მიღება და აი როგორ ფინანსური პრობლემა რო არ იყოს, ყველა ფესტივალზე ვიქნებ, მაგრამ შეიძლება ის დაგვარად, ახლა მაგალითად ავსტრიის ფესტივალზე უკვე ორჯერ მივიღეთ შარშან და წელს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ძალიან უყვარვართ და პატივსცემი სხვა საკითხია, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად წავალ. იმიტომ რომ რაღაცა იგრძნობა, რომ რაღაც სხვა დონეა იქ, სხვანაირად ატარებენ. ნახეთ თურქეთში სხვა მომენტია, ყველას თავთავისი სტილი აქვს. გეგმები არის ის, რომ მინდა ბევრ კარგ ფესტივალში მიიღება, იმიტომ რომ რა ხდება იცით ფესტივალზე? იქ რომ მიდის მუშაობა, მე ვიღაც 3-4 გამომსვლელი, რომელიც ლექციას ატარებს. ანუ ფეხი უნდა აუყოლო, თუ როგორ ქვია, ამ კარიკატურის წინსვლას. რა ხდება, რა კეთდება, რა ინტერესებია, რა ახალი ძრებია, ვინ რას ახალს გვთავაზობს, ეს ყველაფერი განიხილება იმ ფესტივალებზე და საინტერესოა. კაი გართობაც. გისურვებ წარმატებებს და აუცილებლად გამოვა ყველა გეგმა, ყველა დასახული მიზანი მიიღწევა აუცილებლად. დამწყებ კარიკატურისტებზეც რომ ვისაუბროთ, რო გავიხსენოთ თქვენი ბავშვობა და ხო და აი დამწყებ პერიოდის სტუდენტობა, ახლა ვინც იწყებს ამ საქმეს, თქვენი მოწაფეები ვინც არიან, მათ რას ურჩევდით, რა უნდა გაითვალისწინონ, რა მხრივ უნდა გამოიჩნდონ მეტი ყურადღება, რას არ უნდა მიაქციონ ყურადღება. და ასე შემდეგ. კარგი. მე რო დავიწყე კარიკატურა, ჯერ სკოლაში დავიწყე კი ბავშვობიდანვე მასწავლებლებს ხატავდი მოსწავლეებს და ასე შემდეგ. მაშინ არ იყო ამდენი ზღვა ინფორმაცია და აი ესე უცებ ნახო ვინ რას აკეთებს. თუნდაც როგორ ქვია ლაივში ნახო, ცოცხალთ ნახო, უყურო როგორ მუშაობენ. საერთოდ ჩემით ფიქრობდი, ნამუშევრებსაც ვათვალიერებდი და ინსპირაცია ონორე დომიეს ალბომი მქონდა და ის ფრანგი კარიკატურისტი იყო ჩემი თავარი, ის გამოც მე გავხდი კარიკატურისტი. ეხლა ბევრი საშუალებაა, მაგრამ როგორც ეს ასეთი ძალიან რთულად არის ამ ხრივ საქართველოში საქმე. ეს არის იმდენად განსხვავებული ყველას აი ხატვა შეიძლება ისწავლო, მაგრამ კარიკატურის ხატვა თუ გინდა რომ გამოხვიდე, ხატვა უნდა იცოდე კარგად. ვურჩევ ამაზე სახალისო პროფესია თუ საქმიანობა არ არსებობს კარიკატურა რო არის. იცინი, სხვასაც აცინებ, ახალისებ და ყველანი ბედნიერები არიან. ვურჩევ რას თუ გინდა რომ ისწავლო, აი მე ყველანაირად დავეხმარები ნებისმიერს რომ მითხრან ჩემ სტუდიაში და კემო სტუდიაში და ზურიკოს სტუდიაშიც არ არიან ესეთი გამორჩეულად რომ აი ამ სფეროსკენ რომ უნდათ წასვლა სამწუხაროდ ყველანაირად გვერდში დავდგები
მე მინდოდა გამეკეთებინათ ჩემ სტუდიაში აი ვისაც გინდათ კარიკატურის სწავლა, ცალკე ჯგუფს გავხსენით. სურველები არ გამოჩნდნენ. იმიტომ რომ ამას ვერ ხედავე, რომ ეს ან ყველაზე რთული არის. აი ვერ ავხსენი რატო ამაზე სახალისო საქმე არ არსებობს და ურთულესია. ეგ კი არა, ყველანაირად ერთი გამოჩნდა ავსტრიაში წავიყვანეთ. მე კემონდა ზურიკომ რომ მოსწავლეა ზურიკოსი და სურვილი გაუჩნდა კარიკატურების და ამ ვარსკვლავებთან რომ ფეხბურთის თამაში რო გინდა და ვარსკვლავებთან რო აღმოჩნდა ვიცი. ამაზე დიდი мотиваცია რომ კიდე გააგრძელო არ არსებობს და ხალხს ვეუბნები ბავშვებო ან მოზრდილებო გინდათ კარიკატურის სწავლა ყველანაირად დაგეხმარებით მე გვერდში დაგიდგებთ გასწავლით რას მიაქციოთ ყურადღება ურთულესი ხელოვნება მაგრამ ყველაზე კარგი და სახალისო და კარგი და პოზიტიურია. იმედია რომ თქვენ რაც თქვით, აღარ იქნება ესეთი მცირე, ასე რა თქვა, მოთხოვნა ამ პროფესიაზე, გაიზრდება თქვენი დამსახურებითაც, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენ ძალიან ხელს უწყობთ ამ, ასე რა თქვა, პროფესიის მიმართულებას. რაც დაიწყო, ყველას ეგრე კარიკატურის ეგრე ზალიკოა მულტიპლიკირდება თავში, იმიტომ რომ მე არ გავჩერებული ვარ კარიკატურას. არც გაჩერდებით დარწმუნებული. არა გამაჩერებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ბევრ წარმატებას გისურვებთ. ველოდებით მოკლედ თქვენ შედეგებს ფესტივალიდან და იმედია ყველაფერი კარგად გაგაგებინეთ პირველები თქვენ გაგაგებინეთ. ჩვენს დიდი სიამოვნებით დაგელოდებით და წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში. ძალს ულაკაური კარიკატურისტი იყო ჩვენი სტუმარი.